მეფო ესპანეთი და იტალია კვლავ ანომალიური სიცხის ეპიცენტრშია. იტალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ განსაკუთრებული საფრთხე ეგრეთ წოდებულ ტროპიკულ ღამეებს მოაქვს, როცა თერმომეტრის სვეტი ღამითაც კი არ ეცემა 20-25 გრადუს ქვემოთ. სიცხის ტალღამ სამწუხაროდ ლეტალობის მაჩვენებელიც გაზარდა, სტიკის პარალელურად მწვავდება პოლიტიკური კრიტიკა, მიზეზი ევროპისთვის უჩვეულო პრობლემაა საცხოვრებელი სახლების კონდიცირების კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი. საფრანგეთში კონდიციონერების სახლების მხოლოდ 25%-ში აქვს, რამაც ფრანგულ პარლამენტში მწვავე დებატები უკვე გამოიწვია. გაერთიანებულ სამეფოში კი ვითარება კიდევ უფრო რთულია, იქ გაგრილების სისტემა სახლების 5%-ზე ნაკლებშია დამონტაჟებული. ახლა ჩავთავთ საფრანგეთს, ლიონში მცხოვრებ თამარ მაისაშვილი მოგვაწვდის ბოლო ცნობებს, თუ რა ვითარებაა დღეს დილიდან საფრანგეთში, სადაც ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა, ხოლო პარიზში ტემპერატურამ ივნისის რეკორდულ 40 გრადუს გადააჭარბა. სხვათა შორის თამარი ჟორჟ მიკაუტაძის მამი და ამ თემაზე ცოტა მერე ვისაუბრებ. დილა მშვიდობისა, ქალბატონ თამარ, დიდი მადლობა ასე ადრე რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში და მოგვაწვდით თუ რა ვითარება ახლა ამ წუთებში თქვენთან საფრანგეთში. რამდენი გრადუსი ფიქსირდება ახლა თამარ და როგორ უმკლავდებით ამ სიცხეს? დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, თქვენს მაყურებლებს, დილა მშვიდობისა. სიტუაცია არის მართლაც კრიტიკული. მე საფრანგეთში ვცხოვრობ ძალიან ხანგრძლივი, 28 წელია რაც აქ ვცხოვრობ და პირველად არის რომ მართლაც ფიქრობ რომ სიცხე ისეთ ნიშნულს გადააჭარბა, რომ დიახ, თქვენ გუშინ რომ გესაუბრეთ მკვლელი სიცხეაო, ასე მითხარით. დიახ, ზუსტად, კი, ნამდვილად. და თავს როგორ აფარებთ, თამარ? იცით რა არის, ვცდილობთ რომ ვიყოთ სახლებში, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ვიყოთ ისეთ სივრცეებში, სადაც არის გამაგრილებელი სისტემა არის. ახლა მე მაგალითად სახლში არ მაქვს გამაგრილებელი სისტემა, სამწუხაროდ. და რა მარტო თქვენ 25% ხო მოსახლეობის. ხო და ბოდიში მაყურებელსაც გავაგებინოთ, რატომ არ არის კონდიცირების, ეს ერთი და მეორე რეკომენდაცია რა აქვს ასე დროს სამთავრობას, მაგალითად ჩვენ ვიცით რომ რაღაც 40 გრადუსზე ზემოთ მუშაობა არ შეიძლება და დასვენებას აცხადებენ და ასე შემდეგ. თქვენთან როგორია ამ ხრივ მდგომარეობა? იცით რა არის, ახლა საფრანგეთში ასეთი სიცხეები, მე რომ ჩამოვედი 2005, 2005, 2006 არ იყო ასეთი ტემპერატურები, მაგრამ მეცნიერები აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, რომ იყო მოსალოდნელი სწორედაც კლიმატური ცვლილებების გამო, რომ მომხდარიყო ეს ტემპერატურის ცვლილება. რის გამო საფრანგეთი ფიქრობ არ არის მზად, არ არის არანაირი გამაგრილებელი სისტემა, საცხოვრებლები არ არის აღჭურვილი და საავადმყოფოებიც ხომ თამარ? არც საავადმყოფოები, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტროში გაუსაძლისი ვითარებაა, ასე თქვა. გაუსაძლისი ვითარება ავტობუსებში, მეტროში, აბსოლუტურად ყველგან. თქვენ მითხარით რომ ავტობუსის მძღოლი გახდა შეუძლოთ ამ დღეებში? დიახ, გუშინ იყო ასეთი შემთხვევა, დაფიქსირდა რომ მძღოლი ცუდად გახდა და ხეს შეეჯახა, შემდეგ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში და როდესაც მოწმეს, ესე იგი ტემპერატურა ავტობუსში უახლოვდებოდა 47 გრადუსს. დიახ, გარდაცვლილებს რაც შეეხება, ადგილობრივი მედია რა ინფორმაციას ავრცელებს? იცით რა არის, სხვათა შორის თვალს ვადევნებდი გუშინ ინფორმაციას. არის ძალიან ბევრი შემთხვევები დაფიქსირებული, მძიმე შემთხვევები, ლეტალური, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მიმართ არის აქცენტი გაკეთებული, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემით არიან საავადმყოფოში მოთავსებული, არ აქვთ არანაირი გამაგრილებელი სისტემა, მათი ოთახების ტემპერატურა აჭარბებს 35 გრადუსს. დიახ, თქვენ მითხარით რომ ერთ ოთახში ვართ მე, ჩემი შვილი და ძაღლიო, იმიტომ რომ მთელ სახლს არ ყოფნის ეს გაგრილების სისტემა, ხო? არანაირად არ ყოფნის, ერთი ოთახი გვაქვს გაგრილებული, დანარჩენი სახლში 30-დან 31 გრადუსამდეა ტემპერატურა, იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ ყველაფერი დახურული გვაქვს დილის 8 საათიდან ღამის დილის 2-3 საათამდე. ღამით მაინც თუ გრილდება, ეგ არის არანაირად არა, იცით რა არის, მაგიტომ გითხარით რომ მსგავსია, არადროს არ მქონია ასეთი შემთხვევა. ღამით გუშინ და წინა დღეებშიც, რა თქმა უნდა, დილის 2-3 საათზე გქონდა 28-30 გრადუსი კიდევ ტემპერატურა. გენელია, დიახ.
დიახ, თამარ. ჟორჟი ვახსენეთ და მოვიკითხავთ მაინც დიდი სიყვარულით თბილისიდან. სად იმყოფება ახლა ლიონშია თუ ლიონში იყო, მაგრამ ახლა დაბრუნდა თავის გუნდში, იმიტომ რომ რამდენიმე დღეში უკვე ვარჯიშებს იწყებს და მანაც გადმოგცა დიდი მადლობა. დიდი მადლობა, თამარ. უღრმესი მადლობა, თამარ მაისაშვილი გვერდებოდა ლიონიდან. მოსალოდნელი ამიდის პროგნოზი ცოტა დამაიმედებელია, კვირის ბოლოს აგრილდება და ასე რომ გამძლეობას გისურვებთ, თამარ და დიდი მადლობა ჩართვისთვის. ახლა კი გაჩავთავთ ლონდონს, სადაც ტემპერატურა 33 გრადუსი